ნადირობა დავაკეთოთ. მუსიკით? ხო. ჩემთან მაესტრო გამარჯობა. როგორ ხართ ბავშვებო? კაი. მე მოვედი თქვენთან, რომ თქვენს ერთგულ მაყურებელს თქვენთან ერთად მოუყვე თუ რა არის მუსიკა, რა არის მაესტრო, რას ნიშნავს დირიჟორი. მე მგონია რომ ბავშვებისთვის ეს საინტერესო იქნება. თქვენ გაინტერესებთ? მუსიკა გიყვართ? თეატრში დადიხართ, გინახავთ ხო სპექტაკლები? ბალეტს დავდი. გიყვართ ბალეტი? აი თუ შეგიმჩნევიათ, როდესაც ბალეტს ესწრებით, მოცეკვავეების წინ არის ორკესტრი. ბევრი მუსიკოსი ერთად უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე. გიტარა. კი ბატონო. პიანინო. ვიოლინო. აი ამ ორკესტრის წინ დგას მაესტრო, რომელიც არის დირიჟორი და რომელიც დირიჟორობს ორკესტრს და მთელ ამ პროცესს მართავს. მაგრამ იმისთვის რომ დირიჟორმა თავის საქმე შეასრულოს, ამისათვის მას სჭირდება თავისი ჯადოსნური ჯოხი. ხო და ეს ჯადოსნური ჯოხი ყველასთვის არის მიუწვდომელი, მაგრამ მე წამოგიღებთ თქვენ რომ ახლოდან განახოთ და მე მგონი თქვენ თვითონაც მე შეძლებთ რომ მიდირიჟოროთ. გავხსნათ, აი აქ არის ეს ჯადოსნური ჯოხი, აბა მოდი გავხსნათ. აბა იდირიჟორე. აი ეს ფუფულა ესეთი რატოა? იმიტომ რომ ჯადოსნური ჯოხს ფუფულა ჩასადები ჭირდება. უბრალოდ ჩასადებში ხო არ ჩავდებთ. ამ ჯოხის მეშვეობით ბავშვებო, წარმოიდგინეთ 80-მა, 100-მა მუსიკოსმა ერთად უნდა დაუკრას მუსიკა. ხდები? ამ ჯოხით დირიჟორი ორკესტრის წინ რო დადგება, დაიწყებს დირიჟორობას. წარმოიდგინეთ 80 ადამიანმა ერთად რო დაუკრას, ხო ჭირდება დახმარება, რომ ერთნაირად ჩქარა, ან ერთნაირად ნელა, ან ერთნაირად ხმამაღლა, ან ერთნაირად ჩუმად რომ დაუკრან. როდესაც ორკესტრის დირიჟორი აი ამ ჯოხით აჩვენებს თუ როგორ დაუკრან, მერე აღღერდება ჯადოსნური მუსიკა. ეს არის მერე ის ძალიან დიდი სილამაზე, რომელიც ყველას უყვარს, ყველას მოსწონს და საუკუნეების განმავლობაში ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში გრძელდება. და ვაგრძელებთ მეც როგორც ერთ-ერთი დირიჟორი. ბალეტი დაიბადა ცეკვით. მაგრამ რა თქმა უნდა, ცეკვა რომ დაბადებულიყო, ამისთვის მუსიკა იყო საჭირო. ამიტომ ჯერ ალბათ ჩემი აზრით ყველაზე ადრე რაც გაჩნდა ხელოვნებაში ეს სწორედ იყო მუსიკა. ბავშვობაშიც გიყვარდა მუსიკა. მუსიკა ბავშვობაშიც მიყვარდა და სულ პატარა რო ვიყავი, თქვენ ხელა რო ვიყავი, მაშინ უკვე მინდოდა რომ დირიჟორი გამოსულიყავი და უკვე ამაზე ვოცნებობდი და მეც დედიკოს დავყავდი ოპერაში, ფილარმონიაში, სხვადასხვა დარბაზებში და სულ ვესწრებოდი კონცერტებს და ვიჯექი ჩემთვის სულ ვოცნებობდი რომ გავიდოდა დრო და მეც უკვე სხვა ბავშვები ივლიდნენ და მე სცენაზე ვიქნებოდი და მათთვის დაუკრავდი ან ვდირიჟორებდი ორკესტრს. მაგრამ მე ეს ოცნება ძალიან მალე ამიხდა, მე უკვე 10 წლის რო ვიყავი, მაშინ დავიწყე ორკესტრის დირიჟორობა და მე მეძახდნენ ვუნდერკინდს. და ვუნდერკინდი კიდე ნიშნავს ჯადოსნურ ბავშვს. მე ხაღარა ვარ ბავშვი, მაგრამ ეს ჯადოსნური ბავშვობა მახსოვს და ძალიან მენატრე. შენ ძალიან ჭკვიანი ხარ. ეხლა თქვენ მითხარით, მღერით? მე ბავშვი ხომ ვღერი. ბალეტი მაქვს ბავში. ხატვა ფუნჯებით, ცოტა ხანი გარეთ გასვლა, თამაში, გაფერადება კლასში, ჩემ მეგობრებთან თამაში. როდესაც მეგობრებთან ერთად თამაშობ, არ მღერით ხოლმე სიმღერებს?
თამაშობთ. ხო და მე მგონია რომ თქვენ უნდა თამაში დაამატოთ სიმღერების სიმღერა ან ინსტრუმენტების გამოცნობა. მე დაგპატიჟებთ ხოლმე და ჩემ კონცერტებზეც მოდით. მნიშვნელოვანია რომ ბავშვებმა იმისთვის რომ ისინი როცა გაიზრდებიან, კონდეთ ძალიან კარგი გემოვნება, იყვნენ ძალიან ვხდები 5-ის. იმისთვის რომ საოცრად კარგი მოქალაქეები და პიროვნებები გაიზარდოთ თქვენ, აუცილებელია რომ გქონდეთ არა მარტო გიყვარდეთ მუსიკა, არამედ უსმენდეთ, დადიოდეთ კონცერტებზე, უკრავდეთ ტაშს, გამოხატავდეთ თქვენს სიყვარულს და პატივისცემას სხვა ხელოვანი ადამიანების მიმართ და მე მგონია რომ აი ამის შემდეგ თქვენ იქნებით სრულფასოვანი საოცარი და საამაყო ქართველი გოგონები. და მე ფიქრობ რომ ყველა მშობელი ვალდებულია რომ თავის ბავშვები აზიაროს ხელოვნებას პატარა ასაკიდანვე. შენ გინდა ელეში. ელეში. კარგი. მე იქაც მქონდა კონცერტი. მე იქაც მქონდა კონცერტი. ერთადაც მე გამოვიდი სცენაზე და ცეკავდი ჩემ სხვა მეგობრებთან. ანუ სცენაზე გამოსული ხარ? ხო. აი ვითომ? არა, მართლა. შენ არ იყავი. შენც გამოხვედი უკვე სცენაზე? აბა არ იყო. მარტო მე ვიყავი. სამწლის იყავი ბავშვი. სამწლის იყავი? ხო. და არ შეგეშინდა სცენაზე გამოსვლის? არა. არ ინერვიულე? არა. ამ სტილშია ჩვენი ინსტრუმენტები და მოდით ამოვიღოთ. აბა მე სენი კაიუკე. სენი კაიუკე. კიდევ ამოვიღოთ. აბა დაუყარე. ეს რა არის? ხა ამას გასწავლით. მოდი ეს ყველა ინსტრუმენტი დავალაგოთ მაგიდაზე. ამაზე ნახე. აი ტელეფონი რო ეკავს. ამის ხმა ისმის. როგორც არის. ხოდანა როგორც არის. კი. ეს არის უკულელე. აბა სწორად დაიკ. აბა დაიწყეს. აი ეს. ხო. Toru. Wow! Toru babua. Jingle bell, jingle bell, jingle round the Wow! Acha. Może mi takie dokładnie. ყველანაირი ემოცია, რომელიც გვაქვს, აი გაბრაზება, სიხარული, გაღიმება, გულის დაწყვეტა. აი ყველანაირი ემოცია შეიძლება მუსიკაში გამოხატული იყოს. მუსიკას ვერ ვხედავთ, მაგრამ ის ისმის და ჩვენი გულის და ჩვენი განწყობის გადმოცემა შეუძლია. იცოდი? რა გაჩვენა? გაბრაზება. თვითონ შეგიძლია. სიყვარული? სიცილი?
უბობა დავაკეთო. მუსიკით? ხო. შენ რა გაიკეთე? სპილო რომ გავაკეთოთ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მუსიკალური ინსტრუმენტი სახელწოდებით ტუბა. რომელიც ყველაზე კარგად გავს სპილოს. ტუბა. აი ძალიან დიდი ოქროსფერი ინსტრუმენტია ჩასაბერი. ჭიანჭველებისთვის სხვა ინსტრუმენტი გვჭირდება, ეხლა ვიპოვი ჭიანჭველების ინსტრუმენტს. ქორწილის მუსიკა დაუკრათ? ქორწილი ბადაიკუსილი. მე შენ მოგჩემ ჩემ ჯადოსნურ ჯოხს. მიდირიჟორე და მე მაგის მიხედვით დაუკრა. გამარჯობა ბავშვო. თქვენ როდესაც დილას იღვიძებთ, გარშემო სულ ისმის მუსიკა. როდესაც თამაშობთ, მაშინაც სულ ისმის მუსიკა. როდესაც ძიძინებთ, მაშინაც ისმის მუსიკა. შეიძლება იავნანას გიმღერით, დედიკო. ტელევიზორი როდესაც ჩართული, იქაც ისმის მუსიკა. როდესაც სეირნობთ, მანქანებიდანაც ისმის მუსიკა. და საერთოდ ჩვენი ცხოვრება სავსეა ბევრი მუსიკით. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მუსიკა არსებობდეს, ძალიან ბევრმა ადამიანმა ისწავლა ის, მიიღო განათლება. პატარა ასაკიდანვე დადიოდა მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ უფრო სერიოზულ დიდ უმაღლეს სასწავლებლებში და მათი დამსახურებით 100 საუკუნეების მანძილზე ჩვენამდე განვითარდა და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მართლაც ძალიან მრავალფეროვანი მუსიკა იყოს ჩვენი ირგვლივ და მე ძალიან მინდა რომ ყველას თქვენ გთხოვოთ რომ აუცილებლად გიყვარდეთ და არა მხოლოდ გიყვარდეთ, არამედ ისწავლოთ მუსიკა, ისწავლოთ მუსიკის ინსტრუმენტები, დაუკრათ. შეიძლება ცხოვრების ბოლომდე ამ პროფესიას არ გაყვეთ, მაგრამ რა პროფესიასაც არ უნდა გაყვეთ, რაც არ უნდა გამოხვიდეთ. მუსიკის გარეშე ცხოვრება ყველასთვის წარმოუდგენელია, ამიტომ ბავშვობიდანვე ყველას გირჩევთ რომ ისწავლოთ მუსიკალური ინსტრუმენტები, დაესწროთ საოპერო სპექტაკლებს, ბალეტს, ორკესტრების კონცერტებს, სხვადასხვა საინტერესო მუსიკალურ შეხვედრებს და საღამოებს. ეს თქვენ ყველას გაგამდიდრებთ და თქვენ ცხოვრებას გაცილებით უფრო სასიამოვნოს, საინტერესოს გახდის. ამიტომ მე როგორც დირიჟორი, კომპოზიტორი, ჩვენი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და თან UNICEF-ის ელჩი, UNICEF-ის, რომელიც სწორედ ბავშვების კეთილდღეობისა და ბავშვების საუკეთესო სამსახურისთვის შექმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ჩემი ვალდებულებაა რომ ყველაფერი გავაკეთო, რომ თქვენ იყოთ უკეთ და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩემი რჩევა არის ის, რომ ბევრი მუსიკა იყოს თქვენს ცხოვრებაში.